აი ახლა გეტყვით ძალიან საინტერესო რაღაცას რა. ანუ მატრიცაში შენი პირადი რეალობა ისე რადიკალურად შეიძლება უცებ შეიცვალოს, შენი მოქმედებებიდან, აზრებიდან და რაღაც ცხოვრებისეულ სტილის შეცვლიდან გამომდინარე, ისე რადიკალურად შეიცვალოს, რაც ანუ შეიძლება დადგეს შენს პირად რეალობაში ისეთი რეალობა, ანუ ესე ვთქვათ, შენ ცხოვრებაში შეიძლება ისეთი რეალობა დადგეს, რომელიც 100%-ით ვაცხადებ, რომ არანაირ სხვა ფორმატში, არც ხვის რეალობაში, არსად არანაირად არ შეიძლება რომ არსებობდეს. აი ხალხო, აი გუშინ შემხვდა ეხა ისეთი ვიდეო, ეხა ისეთ რაღაცას ვიტყვი რა. ეს არის აი მილიარდ%-იანი დადასტურება, რომ ამ ჩვენ სიმულაციაში შენი გონებიდან, ანუ შენი აზროვნებიდან, გონებიდან და შენი მოქმედებებიდან გამომდინარე იცვლება მთელი სამყარო რა. ანუ ამას ამჩნევ შენს ანუ მოგეთ შენი პირადი მულტივერსი გაქვს რა. აი ხა ნახეთ რა ხდება. შაქარი ბიჭო, აი წარმოიდგინეთ ხახნო შაქარი დედამიწის ზურგზე რომ შეიძლება რომ რომელიმე ექიმი გამოვიდეს, ფიტნეს ტრენერი გამოვიდეს, აი გამოვიდეს ვინმე, აი კვების შემდგენელები და ეს დიეტოლოგები და 1000 ვიღაცა რაც არის ეს მიმართულება, რომ ვინმე გამოვიდეს და თქვას რომ შაქარი კარგიაო. თუ კი სადმე რაიმე ლაპარაკი იწყება და დიეტის დაცვაზე იწყება საუბარი, ესე იგი პირველ რიგში საუბარი მიდის რომ ამოიღეთ შაქარი. და მაღალ გლიკემიური ინდექსიანი მთელი ეს სომეული და რაღაცა. ანუ არ არსებობს არანაირი მულტივერსი, არ არსებობს არანაირი გამოგონილი სამყარო, სადაც ფანტაზიის დონეზე მაინც ვინმე იტყვის რომ შაქარი არის სასარგებლო, ხო? ანუ ხომ ეთახმებით ამაში არა? აი აღმოჩნდა რომ შეიძლება ესეთი რეალობა გაჩნდეს კონკრეტულად შენთვის. ეხა უყურეთ რაზე საუბარი. ერთი სახელი გვარები ხა ვერ მიმახსოვრებ იმდენი არიან. მოგეთ ეს ერთი კაცია რა YouTube-ზე ექიმი ცნობილი რა. რომელიც აი მენა მოლეკულების დონეზე იკულებს და კულევებს და რაღაცებს აქვეყნებს, ეს კვება და სწორი კვება და უწის ამერიკელია თუ რაღაც ინგლისურად ლაპარაკობს რა. სწორი კვება და მოკლედ რა ქვია იმის ორგანოების მკურნალობები და უამრავი რაღაცა რა. ბიჭო, გუშინ ხდება ასე იგი ერთი კვირა უშაქრო და ცოტათი დიეტური ბლინები გამოვაცხე და ვჭამე და მატრიცას ისე ამოვიდა ეს ყველაფერი ყელში. გუშინ ხდება ვიდეო, ეს ტიპი ბიჭო, რომელიც მთელი ცხოვრება შაქარს ებრძოდა და შაქრის ანტიპროპაგანდა ქონდა გაქანებული, გამოდის და იძახის, რომ არა ეხა ბოლო კვლევებმა დაადასტურაო, რომ შაქარი არ ყოფილაო. არა, შაქარი вообще არაფერ შუაში არ ყოფილაო რა. Გამოვშტერდი ბიჭო. Дело в том, что недавно Берг, фактически признал то, что, оказывается, все проблемы не в сахаре, не в углеводах, а немножко в другом. Ведь люди думают, потребление сахара растет, корень всех бед – сахар. Но я не думаю, что это так. Итак, уже интересно. Берг уже не настаивает на том, что все проблемы только от сахара. И да, это та работа, которой я занимаюсь уже примерно 13 лет. Люди думают, что именно сахар является причиной всех этих проблем. Но я абсолютно убежден в том, что верно обратное. Основной рост потребления сахара в США происходил до 22 года 20 века. К 87 году рост был ничтожный. С 1920 до... С 22 по 87 год. Да. Потребление Да сахара ладно? на одном уровне. Я не знал. То есть суть в чем? По сути, потребление сахара особо не изменялось. Итак, в 22 году ожирение было 2,95%, а к 87-му выросло до 18,6%. То есть процент ожирения увеличился более чем в 6 раз, а потребление сахара почти не увеличилось, всего на 5%. Это за 65 лет. И если кто-то говорит, что все дело в сахаре, то как он объяснит эти данные? Теперь перейдем к растительным маслам. Растительное масло появилось в США в 1866 году. Его потребление постоянно росло. А к Посмотрите на этот график. И по калорийности сейчас масел даже больше люди употребляют, чем из сахара. С 22 по 87 год прошлого века рост потребления сахара 5%, растительных масел в 7 раз. Это 605%. Ожирение выросло в 6,3 раза. Это 532%. Это за 65 лет.
Если хотите, могу привести доказательства по диабету, они еще более убедительны. Ого. Все думают, что дело в сахаре в крови. Да, Вот интересно, а почему все люди так думают? Типа Берг к этому руку не приложил. итак, вот данные по диабету. Диабет был невероятно редким заболеванием в 1890 году. То есть заболеваемость Обратите внимание на вот этот момент, сейчас я перемотаю. В 22 году люди практически диабетом не болели. При этом они сахара употребляли ровно столько же, сколько и сейчас. То есть заболеваемость диабетом выросла на 2800%. То есть в 29 раз за 65 лет. Ожирение выросло в 6 раз, а заболеваемость диабетом в 29 раз за 65 лет. А с 1999 года все еще интереснее. Ого. Потребление сахара немного снижается, а ожирение и диабет растут экспоненциально. რა შაქარი არაფერ ეხლა არაფერ შუაში არ ყოფილა ერთი კვირა რომ უშაქრობილინებს თითქმის უშაქრობილინებს რომ ჭამ თქვენ ხო არ გაგიჟდით მეთქი გება ხტუნაობდი გავგიჟდი მეთქი ეს რა არის რა შაქარი არ ყოფილა ბა ამ 80 წლის ვხდები 80 წლის ვხდები ამომაჭამეს გულმუცელი ამოიღე შაქარი აჰა ამოიღე შაქარი და გამოდის ბიჭო ეს ვაჟბატონი YouTube-ზე და მე უნდა შაქარი არაფერ შუაში არ ყოფილაო დაჟე სასარგებლოც კიაო აი ახლა თქვენ მე მელაპარაკეთ რაღაცეებზე თქვენ მე რაღაცეებზე მელაპარაკეთ ბიჭო ანუ პლანეტის ყველაზე მთავარი ტიპი რომელიც შაქრის წინააღმდეგ პროპაგანდაში იყო ჩართული და სწორი კვების ამბებში გამოდის და უიო შაქარი უკაცრავად მაგრამ აი მერობლინებს გამოვაცხობდი იქამდე რატო არ ჩაატარეთ ეს კვლევა აი ამაშია ხახნო საქმე ყველას აქვს თავისი ამ ჩვენ სიმულაციაში ყველას აქვს თავისი პირადი რეალობა ამიტომ გევნებით ჩვენ ყველას აქვს თავისი პირადი რეალობა ამიტომ ნუიდავებთ ნურაფერზე იმიტომ რომ ის რაც ჩვენთვის არის თეთრი ვიღაცისთვის არის შავი და პირიქით ყველას აქვს თავისი პირადი მულტივერსი მორჩა და გათავდა აქ ადამიანები ჩნდებიან და ქრებიან მოვლენები ჩნდება და ქრება ყველაფერი კონტროლდება გონებით. მე ვაკონტროლებ გონებით ყველაფერს. Mind control. გამაგიჟეს ვა